8 აპრილს დონეცკის ოლქში უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგური დაიბომბა. აფეთქებას 52 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 5 ბავშვი ეცხვერყლა. აფეთქებების წარმოუდგენელი ხმები იყო. ბავშვებმა ყვირელი დაიწყეს, ქალები აკიუნდნენ. უამრავი დედა იყო შულთან ერთად. კასეტურ ჭურვს, რომლის კორპუსით სადგურის სიახლოვეს დაეცა, დიდი თეთრი ასოებით ეწერა ბავშვების გამო. მალევე დადგინდა, რომ ბალისტიკური რაკეტა სახელწოდებით ტოჩკა-U იყო ჩამოგდებული. რუსეთის ფედერაცია მომხდარი იმ წუთშივე უკრაინას გადააბრალა. საკუთარი უდანაშაულობის არგუმენტად კი განაცხადა, რომ მსგავსი დასახელების ბალისტიკური რაკეტები შეიარაღებიდან დიდი ხანია ამოღებული აქვს. რუსების ტყუილს ფარდა მალევე აეხადა. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო მტკიცებულება იმისა, თუ როგორ გადაადგილდება ამგვარი ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ოკუპანტების სამხედრო კოლონა უკრაინის ტერიტორიაზე. ამას გარდა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს შარშან 9 მაისს კრასნოდარში ჩატარებული აღლუმის ამსახველი ვიდეო მასალა, სადაც რუსული არმია თავს სწორედ ამ ბალისტიკური რაკეტებით იწონებდა. მოემართებიან ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი ტოჩკა-U-ს გამშვები დანადგარები. ამგვარად ინტერნეტისა და ელექტრონული კომუნიკაციების ეპოქაში ტყუილს ფეხები კიდევ უფრო დაუმოყდა, თუმცა უტიფრობას მაინც არაფერი შველის. ალექსანდრე გრიგორისძემ დღეს გადმომცა დოკუმენტები, რომელიც ასევე გადაგზავნილია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურში და მოკლედ მომიყვა, როგორ ვინ რომელი მანქანით ჩადიოდა ამ დასახლებულ პუნქტში და ქმნიდა პირობებს ამ პროვოკაციისა და ფეიკის მოსაწყობად. ეს განცხადება პუტინმა ბუჩაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. შესაბამისად ცალსახაა, რომ უკრაინაში წამოწყებული სისხლიანი ავანტურის გასამართლებლად რუსული პროპაგანდა უკან არასდროს არაფერზე დაიხევს. რუსეთს ამ წუთას ჭირდება იმ ყოველი ნაბიჯის გამართლება, რა ნაბიჯსაც ისდგამს უკრაინაში. და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ შიდა აუდიტორიაზე ეს თავისი მიზანი პრაქტიკულად მიღწეული აქვს, იმიტომ რომ ომის დაწყების მერე პუტინის რეიტინგი გაიზარდა. პრინციპში ეს ტრადიციულიც არის ერთგვარად რუსული საზოგადოებისთვის უყვართ მათ სხვების დაჩაგვრა. კრამატორსკში ჩამოგდებულ კასეტურ ჭურვზე დატანილი წარწერაც ბავშვების გამო რუსული პროპაგანდისტული ნარატივის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სათავეს 2014 წელს დონბასში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირებისას იღებს. იმ წლის აპრილში სლავიანსკისთვის ბრძოლების დროს ქალაქი ცოტახნით ამბოხებულებმა დაიკავეს. თუმცა მალევე მათ პოზიციების დათმობა მოუხდათ და ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდნენ. ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დენვილთა ბანაკები იყო მოწყობილი. ერთ-ერთ მათგანში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტები ჩავიდნენ და პროპაგანდისტული რეპორტაჟი გამოაცხეს. ამბოხებულის ოჯახი დაიჭირეს, მეუღლე და 3 წლის ბიჭი. ბიჭუნა განცხადებების დაფაზე როგორც ჯვარზე ისე გააკრეს, დანით დასერეს და დედას აყურებინეს. ჟურნალისტს ეს ისტორია ერთ-ერთი ამბოხებულის მეუღლემ, გალინა პიშნიაკმა მოუყვა. როგორც ჩანს, მისი ისტორია ტელევიზიაში მოეწონა და მეორე დღეს იგივე ქალისგან კიდევ ერთი ინტერვიუ აიღეს. ამჯერად მონათხრობის სხვადასხვა დეტალებით შევისო და სიმბოლოებით დაიტვირთა. შეკრიბეს ქალები, გოგონები, მოხუცები და საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს. გამოიყვანეს 3 წლის პატარა ბიჭუნა, რომელსაც ტრუსები და მაისური ეცოდა, როგორც იესო ჯვარზე ისე გააკრეს განცხადებების დაფაზე. ერთი აჭედებდა, ორს ეჭირა. ეს რეპორტაჟი რუსეთის პირველმა არხმა 13 ივლისს მესამედაც გაუშვა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ 9 ივლისს პირველი სიუჟეტის გასვლამდე 2 დღით ადრე ფილოსოფოსისა და კრემლის აპოლოგეტის ალექსანდრე დუგინის ოფიციალურ გვერდზე თითქმის ანალოგიური შინაარსის ისტორია უკვე იყო გამოქვეყნებული. პოსტში შავი თეთრზე ეწერა. ქალაქში უკრაინის არმია შევიდა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ იყო ამბოხებულთა რიგებში. დაიჭირეს ქალი და კაცი, მიაბეს ჯავშან ტრანსპორტიორზე და მოედნის გარშემო ათრიეს. ბოლოს გასისხლიანებული ცხედრები მანქანაში ჩაყარეს და სადღაც წაიღეს. მერე შეცვლიდნენ ერთ-ერთ სახლში, გამოიყვანეს იქიდან 6 წლის ბიჭი და სარეკლამო ბანერზე, როგორც ჯვარზე ისე გააკრეს. მანამდე აწამებდნენ, ვიდრე მისი ამბოხებული მამა მოედანზე არ მივიდა, რომელიც ყველას თვალწინ დახვრიტეს. სლავიანსკში ჯვარზე გაკრული ბიჭის ისტორია მოგვიანებით მოულოდნელი და ცოტა არ იყოს წინასწარ მეტყველური დატვირთვა შეიძინა. პოპულარული სერიალის ჰოუმლენდის მე-7 სეზონის მე-5 ეპიზოდში, რომელიც
პროპაგანდის იარაღად ადამიანის ჯვარზე გაკვრვის ისტორიის გამოყენება ომების ისტორიაში არ ახალია. ეგ არის აი კლასიკური სცენარია იმისა, რომ ადამიანები რეაგირებენ, ხო, ეგ ხო გამაღიზიანებელია, ძლიერი გამაღიზიანებელია თქვენი ტვინისთვის და ამბობს, რომ აი ჯვარზე როგორ შეიძლება პირდაპირ ქრისტესთან ასოცირდება, ხო? და აი ამ ასეთი წამების შემდეგ უკვე როგორ შეიძლება ვინმეს მიმართ ჰქონდეთ რაღაცა პოზიტიური მოლოდინები ან პოზიტიური განწყობები. პროპაგანდის მკვლევრების აზრით, ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების ინსტრუმენტები მშვიდობიანობისა და ომის დროს ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებულია. თუ მშვიდობიანობის დროს ადამიანის გონებას პროპაგანდისტული ინფორმაციის დასაჯერებლად მცირედი მტკიცებულება მაინც სჭირდება, ომის დროს მოქმედებს პრინციპი, რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო დამაჯერებელია. განსხვავება განპირობებულია იმით, რომ ომის დროს ადამიანის ტვინი მაქსიმალურად ცდილობს იპოვოს მისთვის საინტერესო და მისთვის მოდით ესე ვთქვა დამაიმედებელი ინფორმაცია, ამიტომ იგი ცდილობს რომ არ გადაამოწმოს მათ შორის, იმიტომ რომ ტვინის ზარმაცია და ბევრი სხვა ფაქტორის გამო ინფორმაცია სიმართლეა თუ არა, თუ კი ვიღაცამ, ვინც მისთვის შეიძლება სანდო წყარო იყოს ეს თქვა, იგი ამ ინფორმაციას დაიჯერებს. ამიტომ ომიანობის დროს პროპაგანდის მუშაობა არის მთლიანად დაფუძნებული დასწრების ეფექტზე, ანუ ვინც პირველი თქვა ის არის, მოკლედ მართალი, მარტივად რომ თქვათ და გარდა ამისა, ნუ საინფორმაციო არხების და საინფორმაციო საშუალებების კონტროლზე, ტოტალურ კონტროლზე განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორც რუსეთის ფედერაცია. შენ ამიერიდან ქათამი აღარ ხარ, შენ ბიოლოგიური იარაღი ხარ. შენი საბრძოლო დავალება ასეთია: გაფრინდები კრემლში და დადებ კვერცხს. მერე გადაუფრენ რუსეთის ქალაქებსა და სოფლებს და ყველაფერს დაასკინფლავ. გახსოვდეს, ეს შენი ფეკალიები კი არა, ინფორმაციაა. ისინი დიდი ხანია მიეჩვივნენ ამგვარი ქაქის ჭამას. წარმატებები სერჟანტო გალინა ბლანკავ. ასეთი ხუმრობა ნარევი ვიდეორგოლებით გადაჭედილია სოცქსელები. თუმცა უკრაინელებისთვის საქილიკო თემა სრულიად სერიოზულია რუსებისთვის. სრული ინფორმაციული ვაკუუმში მოხვედრა 140 მილიონიან ქვეყანაში არის პრაქტიკულად შეუძლებელი. რეალურად ეს არის რწმენის ამბავი რუსული საზოგადოების, რომელმაც სულ დაიჯეროს, რომ მათი სახელმწიფო არის მართალი ყველაფერში, რასაც მას ეუბნებიან ტელევიზორიდან. ახლა კი ახალი ამბები უკრაინიდან. საიდუმლო ლაბორატორიებში გამოყვანილია სპეციალური საბრძოლო ბატები, რომლებიც რუსულ თვითმფრინავებს ანადგურებენ. TikTok-ის საშუალებით ვირუსულად გავრცელებული ეს ვიდეო რამდენად შეესაბამება სიმართლეს იმის თაობაზე, რომ რასია 24-ზე მართლაც გავიდა ამ შინაარსის რეპორტაჟი რთული სათქმელია. თუმცა რუსულ მედიაში ცხოველების, ფრინველების, ღამურებისა თუ რეპტილიების მასობრივი განადგურების იარაღად გამოყენების პერსპექტივა, რომ აქტიურად განიხილება ფაქტია. ამერიკული მხარე 2022 წელს უკრაინაში გეგმავდა ეწარმოებინა კვლევები ჩიტების, ღამურებისა და რეპტილიების პათოგენებზე იმის დასადგენად, შეიძლებოდა თუ არა მათი მეშვეობით ისეთი ვირუსების გავრცელება, როგორებიცაა ღორების აფრიკული ჭირი და ციმბირული წყლული. იქ მზადდებოდა ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც უკრაინელ მოხალისეებზე ცდიდნენ. პლუს ამას, ამ ვირუსით აინფიცირებდნენ ფრინველებს, რომელთა გადაფრენის ტრაექტორიაც რუსეთზე წინასწარ ჰქონდათ გამოთვლილი. ეს აბსოლუტურად ფაშისტური მცდელობაა. სლავური ეთნოსის, როგორც ასეთის განადგურებისა. ნიკიტა მიხალკოვი რუსეთში უცნობილესი და პატივსაცემი ადამიანია. კაცი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება. არადა მისი ნათქვამით გამოდის, რომ უკრაინელებს უნდათ იმ ერის განადგურება, რომელსაც პუტინის მტკიცებით თავადვე მიეკუთვნებიან. ვერასდროს ვერ შევიცვლი ჩემს რწმენას იმის თაობაზე, რომ რუსები და უკრაინელები ეს ერთი და იგივე ერია. ნებისმიერი გენეტიკოსი მარტივად დაამტკიცებს, რომ ცალკე აღებული რუსული გენომი სამყაროში არ არსებობს. ადამის მოდგმის გენები ისეა ერთმანეთში ათქვეფილი, რომ მხოლოდ ერთი ერისთვის დამახასიათებელი გენომის გამორჩევა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, რუსები მაინც ამტკიცებენ, რომ ბიოლაბორატორიები მათი ეთნოსისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ხელს არც თუ იშვიათად საქართველოსკენაც იშვერენ. საქართველო პირდაპირ უნდა გავაფრთხილოთ, რომ ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი ინსპექტორების შეშვებას ამ ობიექტებში და თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ უბრალოდ გავანადგურებთ ამ ლაბორატორიებს, დავბომბავთ მათ იმ პირობებში, როცა უკრაინაში სპეცოპერაციას ვატარებთ. საქართველოს მიმართულებით წყვილი ფრთოსანი რაკეტის გაშვება ისეთი წვრილმანი ამბავი იქნება, რომ ამას მსოფლიოში ფაქტობრივად ვერავინ შეამჩნევს. დასავლეთი რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის იყვირებს, მაგრამ რა აქვს საყვირალი, რატომ ქმნიან რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ბიოლაბორატორიებს, არ არის საჭირო მათი შექმნა.
რეალური ინფორმაციის პროაქტიული გავრცელება არის ყველაზე საუკეთესო გზა პროპაგანდასთან ბრძოლის საქმეში. იმიტომ რომ ადამიანის ტვინი არის ასე მოწყობილი, ადამიანის ტვინს ყოველთვის აინტერესებს, რა ხდება მის გარშემო და ყველაზე მეტად აინტერესებს ის, რისგანაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. შესაბამისად, რადგან ეს ინტერესი არსებობს ტვინში, საჭიროა რომ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად სადღაც იპოვოს ინფორმაცია. თუ კი იგი ვერ პოულობს მართალ ინფორმაციას, მიდის და იჯერებს პროპაგანდას. პროპაგანდის ნაკადი ჩვენს ეპოქაში იმდენად მძლავრია, რომ მიღებული ინფორმაციის გაფილტრვა და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჭეშმარიტების დადგენა თითქმის შეუძლებელია. თუმცა რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში მათი საკომუნიკაციო არხებით წამოსული ნებისმიერი ინფორმაცია, გადამოწმებასა და კრიტიკულ ანალიზს რომ უნდა დაექვემდებაროს, ცხადზე უცხადესია.